ნიკა მელიას დაკავება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა. ოპოზიციონერის ლისტის ტბასთან ძალადობრივად დაკავებას მალევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. როგორც ტრამპის თანაპარტიელი წერს, მისთვის ნათელია, რომ ქვეყნის ჩინეთისთვის მისაყიდად ანტიამერიკული ქართული ოცნების მიერ ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს. ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონიც. როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია, თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს. ნიკა მელიას დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის ვიცე-პრეზიდენტი დენ ბარნა. მისი თქმით, გბობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება. ეს ოპოზიციური ხმების დაშინების მაგალითია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას. ევროპარლამენტარი რასა ეუკნევიჩიანე წერს, რომ საქართველოში ვითარება მკვეთრად უარესდება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანისთვის კი მიუღებელია, რომ საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში ევროკავშირი არ მოქმედებს.